წარმოუდგენელი ამბავი ხდება მთელი 2 დღეა რა მინდა ბიჭებს შევეხმიანო და მადლობა უთხრა მათ ღირსებას მათ გამწევებას სახელმწიფოს იცავენ ვინც იცავს წესრიგს ახლა წარმოუდგენელი რამეა შალვა ადამიანი ახალგაზრდა ადამიანი რომელმაც 50 ლარი გადაიხადა გირჩი მეტი თავისუფლებაში და ბიბლიური თავისუფლების სექტაში შევიდა საკუთარ რელიგიაზე თქვა 50 ლარად უარი იმისათვის რომ არ წასულიყო საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჯარში რო არ წასულიყო ადამიანმა გადაიხადა 50 ლარი და დგას ახლა იქ და ჩვენ გმირ ბიჭებს ღირსეულ პოლიციელებს დედას ცოლ-შვილს არს და ცოცხალს აკინებს და მე იქიდან რომ იქნება რაღაცა პასუხი მე გარბიან და აი ვაიმე ძალადობა და დაგვარბიეს და ასე შემდეგ ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა რომ გირჩი ფულის გადამხდელი ჯარიდან საკუთარი თავის დამხსნელი, საკუთარ რწმენაზე უარის მთქმელი ვიღაცა ვიგინდა რა აგინებს ჩვენ გმირი პოლიციელებს, რომლებიც იცავენ საკუთარ ქვეყანას და რომელმაც ხვალ ისევ ესენი უნდა დაიცვან. როგორც აი მარიამ გაფრინდაშვილს იცავდა ის პოლიციელი და ეს არ იყო საგამონაკლისო შემთხვევა. ხედავთ როგორ ეფარებიან ჟურნალისტები იქნებიან თუ მომიტინგეები თუ